საზოგადოების ჩართულობა, ანალიზი, მთავარი თემები. საზოგადოებრივ პოლიტიკურ თოქ-შოუში თემა ნანა რობაქიძესთან ერთად. სალამო მშვიდობისა, ეთერშია გადაცემა თემა, მე ნანა რობაქიძე ვარ. საზოგადოების მხრიდან ძალიან ხშირად არის დაკვეთა, რომ ჩვენ ვისაუბროთ სამედიცინო თემებზე, ბუნებრივია დღევანდელ დღესაც გვერდს ვერ ავუვლიდით და ჩვენი გადაცემის თემა გახლავთ ბავშვთა ქირურგია და ანესთეზია, თანამედროვე მიდგომები და უსაფრთხოება. ამ თემებზე სასაუბროდ პირდაპირ ეთერში მოვიწვიეთ დასავლეთ საქართველოს სამედიცინო ცენტრის ბავშვთა ქირურგიის განყოფილების ხელმძღვანელი ჯონი კვატაია და დასავლეთ საქართველოს სამედიცინო ცენტრის ბავშვთა ანესთეზიის და კრიტიკული მედიცინის განყოფილების ხელმძღვანელი გიორგი აბაშიშვილი. ძალიან დიდი მადლობა მობრძანებისთვის. ვფიქრობ, საინტერესო თემები არის ჩვენი ტელემაყურებლებისთვის. პირველი კითხვა, ბატონ ჯონი, თქვენთან მექნება ბევრი მშობლისთვის ალბათ დამეთანხმებიან ჩვენი ტელემაყურებლები, სიტყვა ოპერაცია რაღაც შფოთვას იწვევს. ალბათ თქვენს დამეთანხმებით, იმიტომ რომ გააქვთ შეხება მშობლებთან და რა შემთხვევაში ხდება აუცილებელი ქირურგის ჩარევა. ვიცით, რომ ყველა შემთხვევაში არ არის ეს აუცილებელი. მოგესალმებით და მოგესალმებით ჩვენ მაყურებლებს. რაც შეეხება ოპერაციას, როდესაც ეუბნები პაციენტის მშობელს, ძალიან მნიშვნელოვანი არის. ზოგიერთი მშობელი არ არის ამისთვის მზად, თუმცა ზოგიერთი მშობელი ჩვენთან მოდის უკვე იცის, რომ მის მშობელს რა დიაგნოზი აქვს. მაგრამ როდესაც უეცრად ეუბნები და ამ დიაგნოზს პირველად გებულობს მშობელი, ამისთვის ძალიან აღმაშფოთებელია ნამდვილად. გასაგებია. მე შევეცდები, რომ პარალელურ რეჟიმში დაგისვათ შეკითხვები ტელემაყურებლებისთვის უფრო საინტერესო რომ იყოს. ანესთეზიაზე მინდა ასევე მშობლების განწყობა ვთქვა და ეს არ არის დაუშვათ ჩემი მოგონილი. ხშირად მშობლებს თუ კი ისინი მომზადებულები არიან ამ კუთხით ოპერაციაზე მეტად ანესთეზიის ეშინიათ და არის თუ არა ანესთეზიას საშიში. მოგესალმებით პირველ რიგში, მადლობა მოწვევისთვის. მადლობა თქვენ. შემოვიდა თემაში ეხეთ ნამდვილად. კი, ეს არის საკითხი, ნამდვილად აქტუალური საკითხია მშობლების შიში ანესთეზიასთან მიმართებაში. თუმცა მინდა თქვა, რომ დღეს უკვე თანამედროვე ანესთეზიოლოგია, თანამედროვე ანესთეზია თავისი დახვეწილი მედიკამენტოზური საშუალებების გამოყენებით და იმ აპარატურული რესურსით, რაც დღეს უკვე ჩვენს ძალიან თამამად შეგვიძლია ვთქვათ დასავლეთ საქართველოს სამედიცინო ცენტრში არის წარმოდგენილი, ის რისკები, რომელიც ანესთეზიასთან იყო დაკავშირებული დაახლოებით 20-30 წლის წინ და ეს მშობლების თაობას მოყვება რაღაც ეს ასე ვთქვათ შიშები, ფაქტობრივად მინიმუმამდეა დაყვანილი. საოპერაციო ბლოკი შემიძლია ვთქვა, რომ ყველაზე უსაფრთხო გარემოა და უსაფრთხო სივრცეა მთლიან სამედიცინო დაწესებულებაში. მისი აღჭურვილობის, მედიკამენტოზური თუ ტექნიკური რესურსის გათვალისწინებით, შესაბამისად ანესთეზიასთან ასოცირებული გართულებები, რომლებიც კიდევ ერთხელ ვამბობ, დაახლოებით 20-30 წლის წინ ალბათ აქტუალური იყო, დღეს ნამდვილად ფაქტობრივად რისკები ანესთეზიასთან ასოცირებული არის მინიმუმამდე დაყვანილი და ძალიან მშვიდად წნარად შეგვიძლია, ასე ვთქვათ, უზრუნველყოთ ნებისმიერ პედიატრიული ასაკის პაციენტებში ესა თუ ის, ასე ვთქვათ, ინტერვენცია ანესთეზიის გამოყენებით, რომ მოგეხსენებათ, რა ანესთეზია დღეს უკვე 21 საუკუნეში ფაქტობრივად მარტო ქირურგიული ნაწილის, ასე ვთქვათ, უზრუნველსაყოფად აღარ გამოიყენება, აქ არის ბევრი ამბულატორიული სერვისები, მათ შორის ვთქვათ, MRI, მათ შორის რაღაც სტომატოლოგიური პროცედურები და ასე შემდეგ. შესაბამისად, ის შიშები, რაც მშობლებს აქვთ ხოლმე ასეთი შეთავაზებების დროს, შემიძლია გითხრათ, რომ ანუ ეს შიში არის უკვე ფაქტიურად უადგილო და რა ვიცი, ნახე დანარჩენი უკვე რაც არის გასაგები პრობლემები ის ყოველ შემთხვევაში ამ ეტაპისთვის რაც იყო წლების წინ ნამდვილად აღარ გვაქვს ამგენელი. გასაგებია, დიდი მადლობა. ბავშვთა ქირურგია რა ასაკის პაციენტებს ემსახურება და ზოგადად რა დაავადებების მქონე პაციენტები მოგმართავენ, ბატონ ჯონი? ზოგადად საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით ბავშვთა ქირურგია ემსახურება 0-დან 18 წლამდე.
ანუ 18 წლამდე ასაკის ადამიანსაც თქვენ ბავშვთა ქირურგიაში გასაგებია. ძირითადი დიაგნოზები ან ჩარევები, რაც ბავშვთა ქირურგიაში კეთება, ან ძირითადი ან სიხშირის მიხედვით პირველ ადგილზე არის ძირითადად თიაქარი, საზადულის თიაქარი. დიახ. არის მწვავე აპენდიციტი, რაც ხალხში ცნობილი როგორც ბრონაზლების სახელწოდებით. არის ახლა დანარჩენი ისეთი დიაგნოზები, რომელიც შედარებით იშვიათად არის, ან მაგალითად წარმონაქმნები, სიმსივნური წარმონაქმნები კანის ზედაპირზე არსებობს ასევე მუცისგულში სიმსივნური წარმონაქმნები, რომელიც თუ არის მაგალითად მწვავე, შესაძლებელია გაკეთდეს ან ურგენტულად. გადაუდებლად შესაძლებელია გაკეთდეს და არ გჭირდება მაგალითად ონკოქირურგის ჩარევა და ონკოლოგთან ერთად არა საჭირო ჩვენ შეგვიძლია გავაკეთოთ. არის გაუვალებები, ეს გაუვალებები არის როგორც პოსტოპერაციული შესაძლებელია ოპერაციასთან კავშირში არ იყოს. აი მაგალითად არის ბავშვთა ასაკში, უფრო დაბალ ასაკში. დიახ. გაუვალებები ესა იმაგინაციის სახელწოდებით, რომელიც არის ძირითადად 2 თვიდან 11 თვის ჩათვლით. რომელიც არის სასწრაფოდ, ანუ გადაუდებელი ოპერაციული ჩარევა. რაც შეეხება სიხშირის მიხედვით გავრცელების მიხედვით ყველაზე ხშირად არის ეს ანომალია, ეს დაავადებები. საზადულის თიაქარი, მწვავე აპენდიციტი და შემდეგ მოდის ის გაუვალებები, რომელიც შედარებით ნაკლები არის. გასაგებია. დიდი მადლობა. აი ანესთეზია, ბატონ გიორგი, ისევ უბრუნდებით თქვენს თემას. ბავშვების მომზადება ცოტა ალბათ უფრო რთულია როგორც ოპერაციისთვის, ასევე ანესთეზიისთვის და როგორ ემზადებიან ისინი, ბავშვები როგორ ემზადებიან? ბავშვები ემზადებიან, ანუ მომზადება შეიძლება გავყოთ რამდენიმე ნაწილად, ანუ ერთი არის ფსიქოლოგიური მზაობა ბავშვისა, რომელზეც მშობლებს ძალიან დიდი როლი ეკისრება და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ბავშვთან თან იმ ასაკამდე ყოველ შემთხვევაში, ანუ დაბალ ასაკს უგულისხმობ, ბავშვთან იყოს აქტიური კომუნიკაცია როგორც მშობლის მხრიდან, ისე როცა მოდიან ხოლმე ჩემთან, ვამზადეთ ესე ვთქვათ ფსიქოლოგიურად, იმიტომ ბავშვს ჭირდება კომუნიკაცია, ბავშვმა მეიცოდეს რა ცელოდება, მაგრამ და არ უნდა მოვატყუოთ აუცილებლად. როგორ აღიქვამენ ისინი, როდესაც გისმენენ თქვენ? ჩვენ ან მათთან კომუნიკაცია ერთ-ერთი ცალკე ხელოვნებაა, მოდი ესე დავაყოთ, ანუ და ნამდვილად ეს მხოლოდ მედიცინის ესე ვთქვათ მაგით ჭრილში ანესთეზიის დანახვა ალბათ არ შეიძლება, ანუ უფრო რაღაცა ხელოვნების დარგადაც შეიძლება შეფასო. ფაქტორიც არის. და მაგაზე ვმუშაობთ აუცილებლად. ვცდილობთ რომ ბავშვისგან მივიღოთ ნდობა, მოვიპოვოთ მისი ნდობა, აქტიურად შევდივართ კომუნიკაციაში, შეიძლება თან დიდი საუბრები გქონდეს, ცოტა პატარასთან კიდევ უფრო თავისთვის დამახასიათებელი. ბავშვს უბრალოდ უნდა აუხსნათ ის ყველაფერი, რა მოლოდინი უნდა გქონდეს მას და არ შეიძლება მისი მოტყუება, იმიტომ ის აუცილებლად გააპროტესტებს მერე იმ მისთვის ასე ვთქვათ გეგმას, გადახვეულ გეგმას და ასე რომ მას რეაქცია შეიძლება კიდევ უფრო მეტად გადაჭარბებული იყოს მისი მხრიდან გამოხატული ესე ვთქვათ თუნდაც ტირილის ან პროტესტის სახით. შესაბამისად ანუ ეს მომზადება მოდი რაც ვთქვით ეს პირველი ნაწილი რომელზეც მშობლს ძალიან დიდი როლი აქვს და ამასთან მიმართებაში კიდევ ალბათ ერთი რაც მინდა რომ თქვა რომ არ შეიძლება და ჩემი პოზიცია არის ესეთი რომ მშობლები ხშირად იყენებენ ხოლმე ექიმის ასე ვთქვათ სუბიექტს ბავშვის გასაჩერებლად რაღაცის შესაშინებლად ასე რომ ძალიან მნიშვნელოვანია რომ პირიქით ბავშვებს აუხსნათ რომ ექიმი არის ადამიანი რომელიც შენ გეხმარება და შესაბამისად ის უკვე როცა მოდის კონსულტაციაზე ის უკვე არის ხალისიანი და უფრო დამყოლი და უფრო მოვიდეს ამ თვალსაზრისით. აი შეიძლება უკვე მეორე მხარეს უკვე სამედიცინო მხარეს ეს კვლევები ალბათ ხო? კი ბატონო. არის გარკვეული წინასაოპერაციო კვლევები რომელიც მოიცავს მათ შორის კითხვას და ამ კითხვის საფუძველზე ანესთეზიოლოგი აფასებს ყველა სისტემას, არა კონკრეტულად მხოლოდ ერთ ოპერაციულ ორგანოს, არამედ მთლიან სისტემებს და იმის დამიხედვით თუ რაიმე დამატებითი, ასე ვთქვათ, კითხვები ჩნდება თუნდაც დიაგნოსტიკის თვალსაზრისით, უკვე გეგმავთ დამატებით კვლევებს, თუნდაც კარდიოეკოსკოპიას, ან გულის შეფასებას ეკოსკოპიის სახით, ან ვთქვათ, ვინმე დამატებითი სპეციალისტის ჩართვას ამ მიმართულებით, ვთქვათ, ეს იქნება ნევროლოგი, პედიატრი თუ ასე შემდეგ. და ამასთან ერთად არის გარკვეული რიგი, ასე ვთქვათ, სერია ლაბორატორიული კვლევებისა, ანუ ანალიზური სახით, რომელიც, პრეოპერაციულად უნდა შეფასდეს აუცილებლად, რომ ანესთეზია, ასე ვთქვათ, იყოს კიდევ უფრო უსაფრთხო.
დამოკიდებულია ბევრ ისეთ ფაქტორზე, ანუ მათ შორის ვთქვათ რაღაცა მის გამოცდილებაზე ავადობის ძალიან მნიშვნელოვანია ვთქვათ თუ აქვს მას რაიმე წინა პერიოდში ესეთი თანდაყოლილი პათოლოგიები ვთქვათ გულის თანდაყოლილი მანკები, ეპილეფსია და ესეთი როგორ ვთქვათ სუყე დაავადებები და მდგომარეობები რო ვთქვათ, რომელიც უფრო ცალკე დამატებით ღრმა ასე ვთქვათ შესწავლა საჭიროებს გეგმიური ოპერაციული ჩარევების წარმოების თვალსაზრისით ამ შემთხვევაში ძალსახავს საუბრობთ გეგმიურ ოპერაციულ ჩარევაზე და არა მწვავე ურგენტულ შემთხვევებს. გასაგებია. კი, ანუ ვაზუსტებთ ხშირ შემთხვევაში ამ კითხვარის საფუძველზე მოვყვებით, ანუ იქ არის ვთქვათ აცრები, როგორ წარმოებს ვთქვათ რაიმე გამოვლინება ხო არ ქონია ვთქვათ ამ თვალსაზრისით, ანუ გამოცდილება ხომ არ აქვს რაიმე ოპერაციული მხრივ, ანუ ანესთეზიასთან რაიმე სახის შეხება ხო არ ქონია გართულება ვთქვათ, რომ ანუ ანესთეზიოლოგი ამითი ამზადებს ესე ვთქვათ პაციენტს და ემზადება თვითონაც იმისთვის, რომ ანესთეზიოლოგიური ინტერვენცია და ჩარევა იყოს უსაფრთხო და შესაბამისად ასე რომ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მშობელი იყოს ასე ვთქვათ ინფორმატიული და არ შეიძლება ანესთეზიოლოგისთვის რაიმე ინფორმაციის დამალვა, იმიტომ რომ მშობლებს პირიქით ამ დროს რა შეიძლება მეტი ინფორმაცია უნდა მოგაწოდოთ. თავიანთი შვილის მდგომარეობების შეფასება და შემსუბუქებები და მე ამას შეიძლება ძალიან ღრმა ჩაკითხვები და მე იმდენ მნიშვნელოვან ინფორმაციას ამოვატივტივებთ ხოლმე, რომელიც უკვე მართლაც ძალიან ღირებული და მნიშვნელოვანია უშუალოდ ანესთეზიის წარმოების თვალსაზრისით, ასე რომ ძალიან დიდი როლი აქვს მშობელს, როგორც გითხარით, აი წინა საოპერაციო მოსამზადებელ პერიოდში, როგორც პირველ ფაზაში, ისე ასევე მეორე ფაზაში, კვლევებში. გასაგებია, თქვენ ახსენეთ გეგმიური ოპერაციები და ბატონ ჯონი, გასაგებია გეგმიური ოპერაციები, როდესაც წინასწარ არის შეთანხმება მშობელთან, ბავშვი მომზადებულია, როგორც ამბობს ბატონი გიორგი, მაგრამ არსებობს სიმპტომები, შესაძლოა არც ვიცოდეთ, საიდან აღმოცენდა. ხანდახან ვაქცევთ ამ სიმპტომებს ყურადღებას, ხანდახან არა. რა დროს უნდა მიმართოს მშობელმა დაუყოვნებლივ ქირურგს? რა სიმპტომების შემთხვევაში? კარგი კითხვა არის ნამდვილად, ესე იგი, გააჩნია რა დიაგნოზე გვაქვს ლაპარაკი. აი მაგალითად, როდესაც გვაქვს მწვავე აპენდიციტი, რომელიც უფრო ხშირი არის ბავშვთა ასაკში, ძირითადი პირველი სიმპტომი არის მუცლის კივილი. მუცლის კივილის გარეშე არ იწყება მწვავე აპენდიციტი. მუცლის კივილს, ანუ ძირითადი არის მუცლის კივილი, რომ მშობელმა უნდა მიმართოს, თუ ქირურგს არ მიმართავს, პედიატრს უნდა მიმართოს, რომ პედიატრმა გადაამისამართოს ქირურგთან, როდესაც არის ეჭვი ქირურგიულ დაავადებაზე. დანარჩენი ახლა სიმპტომები, რომელიც მუცლის კივილს თან ახლავს, ეს არის გულისრევა, პირღებინება, არის ტემპერატურის მომატება 37, ანუ სუფებრილიტეტი 37.5 და შემდეგ როცა უკვე გართულებისკენ მიდის ტემპერატურა შესაბამისად იმატებს, არის ანორექსია, ანუ უმადობა, მაგრამ ეს არ არის აუცილებელი ყველაფერი კლასიკურად იყოს გამოხატული. შესაძლებელია რაღაც სიმპტომი აკლდეს. ეს უნდა გადაწყვიტოს პირველ რიგში პედიატრმა, რომ ესე ეჭვი არის ქირურგიული პრობლემაზე, დაავადებაზე და უნდა გადაამისამართოს ქირურგთან. და შესაბამისად ქირურგი იღებს ამ პასუხისმგებლობას და იწყებს თავისი ანამნეზით, ობიექტური მონაცემებით, ლაბორატორიული კვლევებით, ინსტრუმენტული კვლევებით და ამის საფუძველზე ხდება დიაგნოზის დასმა. აი თქვენ ფაქტობრივად ახლა დიაგნოზის დასმაზე დროული დიაგნოსტიკის შესახებ საუბრობთ და გაუმახვილე მწვავე აპენდიციტი იმის გამო რომ თუ დავაგვიანეთ მაგალითად 2-3 დღე შესაძლებელია პაციენტი მივიღოთ უკვე გართულებულ მდგომარეობაში და თუ მაგალითად გვაქვს მაგალითად გეგმიურ ოპერაციულ ანუ დიაგნოზი მაგალითად თიაქარზე თიაქრის შემთხვევაში ახლა თუ დავაგვიანეთ თავარი არ იყოს ჩაჭედილი თუ დავაგვიანეთ ანუ დიაგნოსტირება არ აუშავს ჩვეულებრივი თიაქრის შემთხვევაში და როდესაც ანუ სიმპტომი ძირითადად რაც შეიძლება გამოიხატოს თიაქრის დროს ეს არის რომ საზარდულის მიდამოაში არის ამობერილობა რომელსაც უკვე მშობელიც ხვდება დღეს მარტივი არის ასე რომ ვთქვათ ინტერნეტად თქმა აქვს ყველას და მარტივია რომ თვითონ დიაგნოსტირებული მოდის ფაქტიურად ბავშვი უკვე მშობელი მეცის რომ მის ბავშვს აქვს თიაქარი და შესაბამისად უმრავლესობა ეს სიტყვით უმრავლესობა და ჩვენ არ გვიჭირს ასეთ შემთხვევაში კომუნიკაცია მშობელთან, იმიტომ რომ ფაქტიურად უმრავლესობა მშობელმა იცის, რომ ეს დიაგნოსტირება მაგათ თიაქარზე.
და ამას აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა. რაც შეეხება არის კიდევ გეგმიურ ოპერაციებში, მინდა რომ ამას შევეხო, არის მაგალითად კრიპტორხიზმის სახელწოდებები, ანუ სათესზეწიგვი ჩამოუსვლელობა, რომელიც დროულად უმჯობესია გაკეთდეს დიაგნოსტირება და შესაბამისად ჩარევა უნდა მოხდეს ერთი ბიჭებში რა თქმა უნდა, კი, სათესზე ჯირკვალზე მაქვს საუბარი. უნდა მოხდეს ერთი წელნახევრის ასაკამდე თუ გვინდა რომ თვითონ ჯირკვალს კონდეს ფუნქცია სამომავლოდ როცა უკვე მიაღწევს იმ გარკვეულ ასაკს და ეს ოპერაცია უმჯობესია სტატისტიკის და კვლევების მიხედვით რომ გაკეთდეს წელნახევრამდე თუმცა ადრე დაახლოებით 20 წლის წინ ეს ოპერაცია კეთებოდა 8 წლამდე ანუ არ იყო საჩქარო კეთებოდა 12 წლამდე მაგრამ დღესდღეობით კვლევებმა გვიჩვენა რომ ანუ ენდოკრინოლოგიურად თვითონ ჯირკვალს ფუნქცია არ ქონდა თუმცა ვიზუალურად ზომის იგივე იყო და კიდევ მინდა შევეხო მეორე ფაქტს რომ თვითონ ჯირკვლის რადგანაც ახლა ამ საკითხებს ვაუბრობთ თვითონ ჯირკვლის გარემო არის სათესზე პარკი უნდა იყოს სათესზე პარკში მოთავსებული რადგანაც თვითონ ტემპერატურა არის ნაკლები არსებობს ახლა ეს დიაგნოზი როდესაც კრიპტორხიზმის დროს სათესზე ჯირკვალი არის საზადულის არხში ან შესაძლებელი იყოს მუცლის ზღურში რომელიც არა მარტო სამოვალოდ ფუნქციისთვის არის მნიშვნელოვანი ასევე შესაძლებელია ჯირკვალმა გარიცადოს გადაგვარება, ანუ მალიგნიზაციის, ანუ სიმსივნეთ გადაგვარება და შემდგომში დიდი პრობლემა იყოს. აი ასეთი ამბებისთვის ჯობია რომ დროულად მოგმართოს ნამდვილად ჯობია თქვენ ისეთ რამ დაასახელეთ ახლა რა თქმა უნდა ჯობია დროულად მომართვა და არანაირად არ დაუცადონ იმ ასაკს დაუშვათ რაც თვითონ მიაჩნიათ რომ აი ეს არის ის ზღვარი სანამ შეიძლება გაჩერება ხო ანუ თითქოს პედიატრთან ხდება ახლა ესეთი პაციენტები იმიტომ რომ ბავშვი როდესაც უკვე აღრიცხვაზე ხდება პოლიკლინიკაში პედიატრთან აქვს ურთიერთობა ანუ დედას მიყვარს ბავშვი პედიატრთან შესაბამისად პედიატრმა უნდა მოახდინოს ასე რომ ვთქვათ გადამისამართება დროულად და ზოგიერთი პედიატრი არა თითქოს ახლა დღესდღეობით პედიატრები უკვე ამას დროულად ამისამართებენ ქირურგთან ჩვენთან მაგრამ ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი რომ ვინც არის ის რაღაცა დროულად მოხდეს დააკვალიანონ დროულად და მისცენ პროფესიული რჩევა ბატონ ჯონი ასევე ახალშობილებშიც არის ალბათ მშობლების გაკვირვება როდესაც ახალშობილებში შესაძლოა იყოს აუცილებლობა ოპერაციული ჩარევის ძირითადად რათან დაყოლილი ანომალიის მკურნალობა გიწევთ ამ ქირურგიული ჩარევების მეშვეობით ახალშობილებში. რაც შეეხება ახალშობილებში, როდესაც არის ოპერაცია სასწრაფო ან გადაუდებელი სახით, ასეთი ოპერაციებია ზედმეტ თანდაყოლილი. თანდაყოლილი მანკები, ანუ ეს არის ზედმეტ ატრეზიები, რომელიც მართალია იშვიათია, მაგრამ როდესაც პაციენტი მოვა ანუ დიაგნოზით გაუვალობის დიაგნოზით, ანუ აქვს ღებინება, ნაწოთომოქმედება არ აქვს, შესაბამისად ჩვენ ვიწყებთ კვლევას და კვლევის საფუძველზე მაგალითად ვადგენთ დიაგნოზს, რომ ეს არის ატრეზია, შეიძლება იყოს წვი ნაწლავი, შეიძლება იყოს მსხვილი ნაწლავი ჩატარებული კვლევის საფუძველზე და მშობელს ვეუბნებით, რომ აქ არის აუცილებლად ჩასარევი, ანუ ოპერაციული მკურნალობა საჭირო. ბევრი მშობელი ამას და აღშფოთდება რა, როგორც წინა კითხვაზე გამახვილეთ ყურადღება. მაგრამ როდესაც დაუსახავ უკვე ამ კვლევების საფუძველზე და გაათვითცნობიერებს თვითონაც კარგად უნდა აუხსნან რომ ჩვენ ეს დიაგნოზი ზუსტად უნდა მიიღოს ბევრი მშობელი ამას კიდეც კითხულობს და ხვდება უკვე და ნიშნულობა აქვს დროს რომ რაც უფრო დროზე ჩაერები როდესაც უკვე მშობელს ამას კვლევებს აუხსნი მით უფრო გამოსავალი უკეთესია და ყოფილა შემთხვევები ახლა მშობელი მაგალითად თავის ახლობლებთან ექიმებთან რეკავს და შესაბამისად დროც იკარგება მაგრამ ხშირ შემთხვევაში ეს მაინც ჩვენზეა დამოკიდებული ქირურგებზე როგორ სრულფასოვნად აუხსნი ამას და მიიტან ასე რომ ვთქვათ მშობლის ყურამდე ეს ყველაფერი ამას ყველაფერს გაანალიზებს და შესაბამისად თანხმობის შემდეგ აკეთებ ოპერაციას. ისე იგი მშობლების ინფორმირებულობა და განათლება ამ საკითხებში ალბათ კიდევ ცალკე თემა არის, დიახ და მე
ვიცი რომ არსებობს მშობელთა სკოლები, სადაც ისინი უკვე ფეხმძიმობის პერიოდში დედა როდესაც არის ფეხმძიმე, მამა თავისთავად დადის დედასთან ერთად და იღებენ პირველად საჭირო და აუცილებელ განათლებას და შემდეგ უკვე რა თქმა უნდა ეტაპების მიხედვით. ნამდვილად. დღესდღეობით უკვე კვლევებიც უკვე დონეზე წავიდა რომ ფაქტიურად წინასწარ ემზადებიან მშობლები, აი მაგათაც თუ რამე მან კი თვითონ დაიბადოს ბავშვი, ყოფილა ჩვენთან, აი მაგათაც ატრეზით, თორმეტ ატრეზით თვითონ დაიბადოს ბავშვი და ერთი თვით, ორი თვით ადრე მოგმართავენ და ჩვენ უბრალოდ ვართ ამისთვის მზად, რომ ახლა შესაბამისად საკეისრო კვეთას გაიკეთებს, ჩვენ უკვე წინასწარ დაგეგმილი გვაქვს რა მიმდინარეობები უნდა გაიაროს ბავშვმა და დროულად მოხერხდეს, ასე რომ თქვა და ასევე მშობელსაც აქვს რომ იმის განსაზღვრა რომ აი რომელ ქირურგთან მივიდეს. აი წინასწარ როცა ის ძალიან მნიშვნელოვანი არის ხო ახლა დიაგნოსტირება არის ძალიან მნიშვნელობა, თაჯი მუსაწყობის პერიოდში აკეთებენ ამას ყველაფერს და მანამდე ხვდებიან რომ რა დიაგნოზა გვაქვს საქმე. გასაგებია და ეს ძალიან კარგია რომ ჩვენ ამის საშუალება გაგვიჩნდა იმეც ვიქონიებთ რომ სამომავლოდ საქართველოში კიდევ უფრო დავეუფლებით ტექნოლოგიას, დაეუფლებით ტექნოლოგიას და უფრო ხელმისაწვდომი იქნება ძალიან ბევრი რამ. ბატონ გიორგი, ანესთეზიასთან დაკავშირებით და ოპერაციასთან კავშირში მინდა გკითხოთ, რატომ არის აუცილებელი რომ ბავშვმა ოპერაციამდე არ მიიღოს სითხე გარკვეული დროის მანძილზე და არ მიიღოს არანაირი საკვები, რატომ აძლევთ ამ რეკომენდაციას? კი ბატონო. ნუ ეს კითხვა ძალიან მნიშვნელოვანი შინაარსის მატარებელია ანესთეზიოლოგიური თვალსაზრისით. და არა მხოლოდ ანესთეზიოლოგიური თვალსაზრისით ამ შემთხვევაში, მაგრამ უფრო მეტად ჩვენთვის. მოგესალმებით, ახლა ოპერაციული ჩარევა წარმოებს ზოგადი ბალანსირებული ანესთეზიის, ეგრეთ წოდებული ნარკოზის გამოყენებით. შესაბამისად, როდესაც უზრუნველყოფთ ბავშვის სრულ ანესთეზიოლოგიურ, ასე ვთქვათ, გადაფარვას, იმისთვის რომ დავიცვათ მისი სასუნთქი გზები, უნდა მოხდეს, ასე ვთქვათ, გარკვეული მილის ჩადგმა ამ სასუნთქ გზებში და როცა ანესთეზიას ვიწყებთ, ხო? იმ შემთხვევაში, როცა კუჭი არის სავსე მდგომარეობაში, ანუ სითხით ან საკვებით არის, ასე ვთქვათ, შევსებული, მატულობს და იზრდება ძალიან მნიშვნელოვნად რისკი და იმისა, რომ აღნიშნული მასები ამოვიდეს ზევით და მოხვდეს სასუნთქ გზებში. შესაბამისად, პრევენციულად ჩვენ ვაძლევთ ყოველთვის რეკომენდაციას და აუცილებლად ვაზუსტებთ, როდესაც მოდის პაციენტი მშობელი, რა თქმა უნდა, ამ შემთხვევაში ჩვენი ასაკის, ასე ვთქვათ, პაციენტთა ასაკობრივი ჯგუფიდან გამომდინარე, ძირითად კომუნიკაციას მაინც მშობელთან ვახდენთ ხოლმე და ვაზუსტებთ დროს, როდის მიიღოს საკვები ბოლოს და როდის მიიღოს სითხე ბოლოს. ამასთან ერთად არის მნიშვნელოვანი არა მხოლოდ საკვები და სითხე, ანუ ასევე მნიშვნელოვანია თქვა ესეთი პროდუქტები და არ აქცევენ ხოლმე ამას ყურადღებას, ეს არის სალეჭი რეზინი და ტკბილები, ანუ ართლიან რომ ეს არის დაუშვათ პროდუქტი, ან სითხე და სალეჭი რეზინი. ხო, და სალეჭი რეზინის რეალურად ძალიან მნიშვნელოვანი ესეთი, ასე ვთქვათ, პროდუქტია, რომელიც იწვევს დიდი რაოდენობით კუჭის წვენის გამოთავისუფლებას და ანუ რეალურად ის მასა, რომელიც მე ხელს მიშლის, ასე ვთქვათ, 7 თანამიმდევრული ანესთეზიოლოგიური უზრუნველყოფისა ანესთეზიის უზრუნველსაყოფად შეიძლება წარმოადგენს მნიშვნელოვან პრობლემას. ასე რომ ყოველთვის ვაზუსტებთ ამას და არის ძალიან მნიშვნელოვანი. შესაბამისად, ახლა იმის და მიხედვით თუ რომელ ასაკობრივ ჯგუფში ვართ, ვთქვათ, ასა ტიპის საკვებს იღებს, უკვე დროები განსაზღვრულია. შესაბამისად და შეზღუდვები არის გარკვეული თვალსაზრისით, ნუ სითხესთან მიმართებაში დაახლოებით საათი 1 საათის ფარგლებში, ხოლო უშუალოდ ასე ვთქვათ, ყარის საკვების მიღებასთან მიმართებაში შეიძლება ითქვას, რომ ინტერვალი უნდა იყოს დაახლოებით 6 საათიანი და აი უკვე მეძუძურებთან, ვთქვათ, ან ხელოვნურ ნარევზე ყოფილი ბავშვების, ასე ვთქვათ, წინა საოპერაციო მომზადება, ასე კვების შეზღუდვის თვალსაზრისით მოიცავს 4 საათიან შუალედს. ამის შემდეგ უკვე ჩვეულებრივად პოსტოპერაციულ პერიოდში, ოპერაციის დასრულებიდან, სრული გაუგზავნებიდან მალევე უკვე შეგვიძლია დავიწყოთ კვებაც, სითხის მიცემას, შესაბამისად ამ რეკომენდაციებს უკვე უშუალოდ პაციენტი იღებს ოპერაციის ჩარევის ხასიათიდან შინაარსიდან გამომდინარე უკვე პოსტოპერაციულ პერიოდში. მე მინდა მოვასწრო და ვიცით რომ იწურება. აი აქვე მინდა შეგეკითხოთ, შესაბამისი მეთოდი არის ანესთეზიოლოგის თითოეულ ბავშვთან, ხომ? როგორ არჩევთ ამ მეთოდს? ანუ ინდივიდუალურია ყველა ბავშვისთვის. ინდივიდუალურია, აუცილებლად. და აი როგორ რა მიდგომები
კითხვები გაქვთ და როგორ ხდება ეს ყველაფერი ძალიან მოკლედ გითხარით, იმიტომ რომ მინდა კიდევ სხვა კითხვებიც მოვასწროთ. ანუ ანესთეზიოლოგი ყოველთვის ასე ვთქვათ, თავის ანესთეზიის გეგმავს პაციენტთან უშუალოდ ასე ვთქვათ შეხების შემდეგ. იმის დამიხედვით თუ რა ოპერაციული ჩარეგვა გვაქვს დაგეგმილი, იმის დამიხედვით თუ რა მდგომარეობა აქვს უშუალოდ პაციენტს, იმიტომ არსებობს გარკვეული მედიკამენტები, რომელთა გამოყენება ვთქვათ აი რაღაცა გარკვეული ნოზოლოგისა თუ მდგომარეობის შემთხვევაში არ არის რეკომენდირებული. და ვთქვათ რომელი ტიპის ანესთეზია შევარჩევთ, იმიტომ რომ დღეს უკვე ანუ ეს თუ ვთქვათ აი ძალიან კი გადავეკიდე ამ 20-30 წელს, მაგრამ ყოველ შემთხვევაში 20-30 წლის წინ თუ დიდი არჩევანი არ ქონდა იმისა, როგორი ტიპის ანესთეზია შეგვეთავაზებინა ვთქვათ პაციენტისთვის და იყო რაღაც ერთი რუტინული ასე ვთქვათ ჩარჩო ფორმატი. ამ შემთხვევაში უკვე ძალიან მრავალფეროვანია და ასე ვთქვათ მულტიმოდალური ანუ მრავალმედიკამენტიანია დღევანდელი ანესთეზია, შესაბამისად მეთოდოლოგია ირჩევა უშუალოდ ოპერაციის ხასიათის და ბავშვის ზოგადი მდგომარეობის გათვალისწინებით. გასაგებია. ეს მოდი მოკლედ რომ ჩამოვაყალიბოთ. გასაგებია, ბატონ ჯორი. მინი ინვაზიური ლაპარასკოპიული ჩარევები რა უპირატესობა აქვს? ნამდვილად ესე იგი, ლაპარასკოპიულ ჩარევებს აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა ბავშვთა ასაკში, არა მარტო ბავშვთა ასაკში, დიდ ასაკშიც, მაგრამ ბავშვთა ასაკში კიდევ მით უმეტეს. ანუ რეაბილიტაცია არის ძალიან მოკლე. ამ შემთხვევაში და ღია ჭრილობის შემთხვევაში რთული. ანუ როდესაც ვაკეთებ ჩვენ ლაპარასკოპიულად ოპერაციულ ჩარევას, ანუ ოპერაციიდან დაახლოებით 2-3 საათში, ანუ ოპერაცია ჩამოყვანიდან, პაციენტის საოპერაციო ბლოკიდან გამოყვანიდან და როცა უკვე პალატაში მოთავსდება, დაახლოებით 2-3 საათში შეუძლია პაციენტს უკვე ადგეს და გაიაროს საპიფარაში, ეს ძალიან მნიშვნელოვანი არის. რაც შეეხება ანალგეზიას, ნაკლები ანალგეზია გვჭირდება, ანუ ანალგეტიკი გვჭირდება ნაკლები, იმის გამო რომ პრაქტიკულად ბავშვი ტრავმას ნაკლებ მინიმალურ ტრავმას ღებულობს რა. სამი პატარა განაკვეთია დაახლოებით 0.5 სანტიმეტრის სიგრძის და შესაბამისად ტრავმას ნაკლებს ღებულობს და რეაბილიტაციაც არის მოკლე. დაახლოებით პაციენტი გამოჯანსაღებულად ითვლება უკვე 1-დან 2 კვირაში. ეს ოპერაციის შემდგომ პერიოდში. ლაპარასკოპიულად თორსა მორჩება. მხოლოდ ლაპარასკოპიაზე ვსაუბრობთ. როდესაც გვაქვს ღია წესით, ანუ ეს ტრადიციული რაცაც ვამბობთ ღია წესით, და შემთხვევაში დაახლოებით არის რეაბილიტაცია 1 თვე და პაციენტი თუ მაგალითად ლაპარასკოპიის შემთხვევაში გვიწერია 36 საათში, 48 საათში წერთ ბინაზე, ღია წესის შემთხვევაში დაახლოებით 2 დღე, 2-4 დღე არის, 3-4 დღე არის საჭირო რომ ბინაზე გავწეროთ და გამოჯანსაღება არის 1 თვე არის ღია წესის შემთხვევაში. კიდევ მეორე ის რომ ინფექციის, ანუ ჭრილობის ინფექციის განვითარების რისკი ღია წესით გაცილებით მეტია და დაახლოებით ანუ ლაპარასკოპიურ შემთხვევაში 50-70% ნაკლები არის. შეხორცებითი დაავადება, რომელიც ნებისმიერი მუსლის გახსნის შემთხვევაში შესაძლებელია განვითარდეს და შესაძლებელია შეხორცებითი დაავადება მოგვცეს შეხორცებითი გაუვალობა, ღია წესით გაცილებით მაღალია ვიდრე ლაპარასკოპიული, ანუ მინინვაზიური ჩარევის შემთხვევაში. და ეს უკეთესი მომენტები აქვს ლაპარასკოპიულ უპირატესობები აქვს კი. ბატონ ჯონი, ტრადიციული მეთოდი ახსენეთ თქვენ ესეთ სიტყვათა შეთანხმება, როდესაც ღია ჭრილობაზე საუბრობთ და ღია ოპერაციაზე. ქონიათ თუ არა შემთხვევა თქვენს პრაქტიკაში, როდესაც მშობელს დაჟინებით მოუთხოვია, რომ ღია წესით უნდა ოპერაციის გაკეთება იგივე ტრადიციული მეთოდიდან გამომდინარე. ძალიან კარგი კითხვა არის. ესე იგი ყოფილია შემთხვევა, ჩვენ აღვიხსენეთ, ჩვენ ვალდებულები ვართ მშობელს აუხსნათ, რომ შეგვიძლია როგორც ღია წესით, ასევე ლაპარასკოპიული მეთოდით გავაკეთოთ ოპერაცია. ხშირ შემთხვევაში პაციენტის მშობელი გვეუბნება, რომელი არის უკეთესი და შესაბამისად ვეუბნებით, რომ უკეთესი არის, იმიტომ რომ ახალი დანერგილი თქვენთან არის ახალი დანერგილი ასულ თანამედროვე ტექნოლოგია. კი, საქართველოში, მაგრამ ეს განვითარებულ ქვეყნებში უკვე ახალ აღარ ითვლება. ძალიან მნიშვნელოვანია და რაც შეეხება მშობელი, რა თქმა უნდა, ირჩევს ამას, მაგრამ ყოფილია შემთხვევები, როდესაც მშობელს უთქვია, რომ აი მე მიჩემნია ტრადიციული ძველი მეთოდი, თუ სამშობლოში ის მშობელი და თქვენ ვერ უწევთ წინა გასაგებია. შეგვიძლია ჩვენ აუხსნათ ეს ყველაფერი და ხო დამაჯერება, იმიტომ რომ საკუთარ ხერხთან დავაჭიროს ჩემს შვილს, მაგრამ საკუთარ ბავშვს მე არჩევანს გავაკეთებდი ნამდვილად ლაპარასკოპიულ ჩარევას, იმიტომ რომ ეს არის ახლა როდესაც ექიმი ამ სიტყვებს აჟღერებს გასაგებია უკვე დამაჯერებელია მშობლისთვის
ჩვენი განსახლებიდან რა და შესაბამისად მშობელის გაწყვეტილებას ღებულობს ჩვენიდან გამომდინარე. გასაგებია, აი ერთი კითხვა კიდევ, რა რეკომენდაციებს აძლევთ ხოლმე თქვენ მშობლებს ოპერაციის შემდეგ, როგორ უნდა მოიქცნენ ისინი, ბავშვს როგორ უნდა მოუვარონ? მე მინდა რომ მშობლებს უთხრა რომ ასე რასაც ქირურგი მიცემს რეკომენდაციას, ეს რეკომენდაციები არის ძალიან მნიშვნელოვანი, როგორც შემდგომში რომ არ მოხდეს რამე გართულება, გართულების ხრი და ყველაფერი რომ წავიდეს ისე როგორც საჭიროა და როგორც ჩვენ გვინდა ექიმებს და შესაბამისად მშობლებს. რაც შეეხება ლაპარასკოპიაზე, ლაპარასკოპიული მეთოდით ოპერაციული ჩარევა ფაქტურად დასავლეთ საქართველოში მარტო ჩვენ კლინიკაში კეთდება, არის დაახლოებით 3-4 კლინიკა დასავლეთში, სადაც ბავშვთა ქირურგია არის, მაგრამ არ არის ლაპარასკოპიული მეთოდით ოპერაციის ჩატარება. და რა ვიცი, ძალიან მნიშვნელოვანია, მე ასევე ვიტყვი რომ ბავშვებისთვის ოპერაციული ჩარევა ლაპარასკოპიული მეთოდით ნაკლები ტრამვით. გასაგებია. ბატონ გიორგი, არსებობს მოსაზრება და თქვენ რა თქმა უნდა გეცოდინებათ ამ მოსაზრების შესახებ, რომ ანესთეზია ბავშვის განვითარებაზე უარყოფითად მოქმედებს. ანესთეზია ზოგადად დიდებშიც გვესმის მსგავსი, მაგრამ ახლა დიდებს დვანებებთ თავს. არის თუ არა ეს შესაბამება თუ არა ეს სიმართლეს და რაც გვეტყვით ამის შესახებ ძალიან მოკლედ. თანამედროვე ანესთეზიის საშუალებების გამოყენებით ბავშვის, ასე ვთქვათ, რაიმე განვითარებაზე ანესთეზიის, ასე ვთქვათ, როლი და შემაფერხებელი როლი ფაქტიურად არ არსებობს, ეგეთია წარმოდგენა ძალიან ისევე, ასე ვთქვათ, მითია, რომელიც უნდა დაიმსხვრეს, იმიტომ რომ ანესთეზია უბრალოდ არსებობს გარკვეული ეს, ანუ რაც უფრო დაბალ ასაკში არის, წარმოებული ანესთეზია, მასთან ასოცირებული რისკები უბრალოდ უფრო მეტად იზრდება, თორე ის რომ ის განვითარებაზე ახდენს ეს რაიმე გავლენას, ამაზე საუბარი, ანუ არის ჩვეულებრივი მითი მეტი არაფერი. და რა როლი აქვს ინტენსიური თერაპიის გუნდს ოპერაციის შემდეგ? ამის შესახებაც ძალიან მოკლედ გითხარით, მანიშნებენ რომ უნდა დავასრულო. ინტენსიური თერაპია, მოდი ესე რომ ვთქვათ, ეს არის რგოლი, რომელიც აერთიანებს და ასე ვთქვათ, ამყარებს ყველა სხვა მიმართულების, ასე ვთქვათ, შვიდ და სტაბილურ მუშაობას და საქმიანობას. მათ უსაფრთხოებაზე არის პასუხისმგებელი და დღეს ჩვენთან დასავლეთ საქართველოს არ გახსენოთ, იმიტომ რომ შეიძლება რეკლამაში ჩაგვითვალონ და კითხვა დაუსვა, იმიტომ მშობლებს აქვს გაყოფილება და ეს ჩემი გაყოფილება, ანუ ეს მთლიანი დეპარტამენტი არ არსებობს, ეს გაყოფილია ორი სივრცე. ანუ მაგას იმის თქვა მინდა რომ ანუ თვითონ დეპარტამენტი მთლიანად ასე ვთქვათ არის აქტიურ რეჟიმში და შესაბამისად უზრუნველყოფთ ბავშვების შვიდ და წყნარ დაძინებას, ისე გაღვიძებას და მათ პოსტოპერაციულ პერიოდს. გასაგებია, ეს კითხვა მშობლებიდან გამომდინარე უსმენთ და მშობლებს აქვს ხშირად ეს კითხვა, რომ ნარკოზი მოქონდეს უდად გონებაზე, ბავშვის გონებაზე და შესაბამისად თავის შეკავება უნდათ რა. აი ზუსტად ეს ანესთეზიის საშუალებები მოიცავდა დაახლოებით 2 საათში, ანუ ტოვებს ორგანიზმს შესაბამისად ის ასე ვთქვათ, ვერც განვითარებაზე და ვერც მის გონებრივ შესაძლებლობებზე ვერ მოახდენს ვერანაირ ნეგატიურ გავლენას, ასე რომ როგორც მშობელს, ასევე თქვენს მოგაწოდეთ. გასაგებია, ძალიან დიდი მადლობა, კითხვები დაგვშა უამრავი, მესმის აბსოლუტურად რომ 9 საათი საერთოდ არ არის საკმარისი მსგავსი გადაცემებისთვის, მაგრამ ჩვენი ფორმატი ამას გულისხმობს. ვნახოთ მომავალში, ვფიქრობთ, რომ ამ თემებზე გაცილებით მეტი ვისაუბროთ კვირის მანძილზე და არა ერთი დღე იყოს, არა მხოლოდ ერთი დღე იყოს გამოყოფილი. შევახსენებ ჩვენს ტელემაყურებლებს, რომ გადაცემის პირველი ბლოკის სტუმრები გახლდათ სამედიცინო ცენტრის ბავშვთა ქირურგიის განყოფილების ხელმძღვანელი ჯონი კვატაია და ბავშვთა ანესთეზიისა და კრიტიკული მედიცინის განყოფილების ხელმძღვანელი გიორგი აბაშიშვილი. არ შეიძლება დასახელება კლინიკის ამ შემთხვევაში, იმიტომ რომ რეკლამა შეიძლება ჩაგვითვალონ უკაცრავად. მადლობა, წარმატებებს გისურვებთ, რაც შეიძლება ნაკლებ პაციენტებს, მაგრამ ვიცით რომ ძალიან იმედიანი ექიმები ხართ და ამიტომ მართლა ძალიან ბევრ წარმატებას გისურვებთ. მადლობა. მნიშვნელოვანი ფაქტები, საზოგადოების ჩართულობა, ანალიზი, მთავარი თემები. საზოგადოებრივ პოლიტიკურ თოქ-შოუში თემა ნანა რობაქი